აი ასეთი ყოფილა ანკორიჯის ნამდვილი სული. დონალდ ტრამპს მართლა სურდა დონბასი და კირიმი ვლადიმირ პუტინისთვის გადაეცა, ხოლო ირანთან მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩავარდა. შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ზავი დასრულდა. თეირანმა კვლავ დახურა ჰორმუზის სრუტე. თითქოს ისრაელის მიერ ლიბანის ჰიზბოლას დაბომბვის გამო. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ სრუტის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე უკვე ცნობილი გახდა, რომ დღეს შვეიცარიაში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები საბოლოოდ გაუქმდა. ეხლა დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არ იყო, როცა ირანთან შეთანხმებაზე მიდიოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ბლოკადის განახლებას არ აპირებენ. ამასობაში უკრაინის საკითხში მოულოდნელი შემოbrunება მოხდა. ერთი მხრივ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში და უკრაინა ორფაზიან ომის შეწყვეტის შეთანხმებაზე საუბრობენ და რუსებთან დახურულ მოლაპარაკებებსაც მართავენ. მეორე მხრივ ემანუელ მაკრონმა მოულოდნელად დაიწყო აღიარებების გაკეთება იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპი დარწმუნებული იყო უკრაინის დამარცხებაში და ანკორიჯში გასული წლის აგვისტოში შეთანხმება უკვე თითქმის მზად იყო. ტრამპი და პუტინი აპირებდნენ რუსეთისთვის გადაეცათ უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც მაშინაც კი ჯერ კიდევ არ ჰქონდა ოკუპირებული რუსეთის არმიას. საბოლოოდ ტრამპი ჩავარდა, ისევე როგორც უკრაინასთან, ასევე ირანთან. მე მქვია ალექსეი პიჩი. მოდით ორივე თემას ერთად მივხედოთ და ამ გამოშვებაში განვიხილოთ. მაგრამ სანამ დავიწყებ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი. მაშასე, დავიწყოთ ეს გამოშვება ირანის თემით. დონალდ ტრამპმა ვერ მოასწრო ირანზე გამარჯვების გამოცხადება. აშშ-ის წინაშე კაპიტულაციის ან ირანელებთან შეთანხმების დემონსტრაციულად ხელმოწერა. როგორც კი ირანმა განაცხადა, რომ დღეს ტოვებს მოლაპარაკებებს და კვლავ გამოაცხადა ჰორმუზის სრუტის დახურვის შესახებ, და ეს სწორედ იმ დღეს, როდესაც ჟენევაში მხარებს საბოლოოდ უნდა მოეწერათ ხელი ომის შეწყვეტის წერილობით შეთანხმებებზე, წინასწარ გეტყვით, რომ დღეს ჟენევაში არანაირი შეხვედრა არ შედგა. დღეს 19 ივნისს ირანმა შეზღუდა გემების მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში. სრუტის რაიონში გაისმა გამაფრთხილებელი გასროლები, ხოლო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსმა რადიოთი მოუწოდა გემებს არ მიახლოებოდნენ ამ ზონას. ამასთან თეირანმა განაცხადა, რომ გემების მოძრაობა კვლავ შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ შეიტანენ განაცხადს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსთან. ისინი დამტკიცდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება დადგენილი მოთხოვნები, რომლებიც, როგორც მიხვდებით, თეირანის მიერ არის დაწესებული. ირანმა განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ დღეს ისრაელმა ლიბანს რამდენიმე დარტყმა მიაყენა ჰეზბოლას იმ თავდასხმაზე პასუხად, რომლის შედეგადაც 4 ჯარისკაცი დაიღუპა. აშშ-სა და ირანს შორის მემორანდუმის მიუხედავად, რომელიც ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, კონფლიქტების შეწყვეტას ითვალისწინებს. ასევე ირანის ხელისუფლებამ თეირანში განაცხადა, რომ ომს დასრულებულად არ ჩათვლიან, სანამ ისრაელი ლიბანიდან ყველა თავის ჯარს არ გაიყვანს. საინტერესოა, რომ სულ რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ირანი ჰორმუზის სრუტეს დახურავდა, დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში ხმამაღლა და საჯაროდ განაცხადა, რომ მან უკვე გაიმარჯვა და ირანმა კაპიტულაცია გამოაცხადა. ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანისთვის ამერიკასთან მემორანდუმის ხელმოწერა უპირობო კაპიტულაცია იყო. ტრამპმა აღიარა, რომ შეთანხმება გააფორმა იმისთვის, რომ ომი გლობალურ ეკონომიკურ პრობლემად არ გადაქცეულიყო. მან დაამატა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანი სამხედრო თვალსაზრისით სრულად დაამარცხა. და ტრამპის თქმით, ურთიერთგაგების მემორანდუმი, სავარაუდოდ, ციტატა, ირანის უპირობო კაპიტულაცია. გარდა ამისა, ომმა ფაქტობრივად არჩვენა ამერიკის სამხედრო ძალა, განაცხადა ტრამპმა. და შემდეგ მის გამარჯვებულ ციტატას მოვიყვან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ და აიმახსოვრეთ, რომ ეს განცხადება მან გააკეთა სულ რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ირანმა დღეს კვლავ დახურა ჰორმუზის სრუტე. ციტატა ტრამპისგან. ვინ შეძლებდა ასეთი ბლოკადის ორგანიზებას? მე მოვაწყვე საზღვაო ბლოკადა, რომლის გავლაც ვერც ერთმა გემმა ვერ შეძლო, მაგრამ შეთანხმების არ დადებამ კატასტროფული შედეგები შეიძლებოდა გამოიწვია. ტრამპმა განაცხადა, რომ ომმა ფაქტობრივად აჩვენა სამხედრო ძალა იქ კიდევ 2-3 კვირით და შეგვეძლო გაგვეგრძელებინა მათი დაბომბვა. ნახევრად სიკვდილამდე, ხომ ასეა განაცხადა. ეს რას მოგცემს? ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, ჩვენ ომმა ფაქტობრივად თვეების განმავლობაში აჩვენა ძალა. სანამ თქვენ აგდებთ სამხედრო ძალას, სისტემა იკეტება. ეს არის ის, რაც შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიო დეპრესია. თუმცა აქ ხაზგასმით აღნიშნავ, რომ ეს ყველაფერი ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებამდე იყო. თებერვალში თვითმისი ვიცე-პრეზიდენტი JD Vance აფრთხილებდა დონალდ ტრამპს, რომ ირანი შეიძლება ჰორმუზის სრუტე დაბლოკოს.
მაგრამ ტრამპს ეს არ სჯეროდა. განაცხადა, заблокировать армузский пролив. რომ ის მსოფლიო დეპრესია, რომელსაც პროგნოზირებს ომი, ტრამპმა ომი გააჩაღა, ამერიკის სამხედრო ძალა აჩვენა. და არა ის, მან განაცხადა, რომ დღეს ირანმა რა გააკეთა. ომმა ფაქტობრივად აჩვენა სამხედრო ძალა, რომელშიც ვერ შეძლო გამარჯვება და ვერ გათვალა მისი შედეგები. და ტრამპმა განაცხადა, რომ მოусმინეთ, თუ ჩვენ გავაგრძელებდით ირანის დაბომბვას, ჰორმუზის სრუტე დაიხურებოდა. ხა, მართალია. კვლავ დაბლოკა. ომმა ფაქტობრივად აჩვენა სამხედრო ძალა, მიუხედავად ყველა დათმობისა ტრამპის მხრიდან. როგორც ჩანს, ირანმა დაარღვია წინასწარი შეთანხმების პირობებიც კი. კვლავ დაბლოკა ჰორმუზის სრუტე. მოვიდა დრო მოქმედებისთვის. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ? მაგრამ არა. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გმირულად აიტანს ამ ყველაფერს და დაიცავს იმ შეთანხმების პირობებს, რომელსაც გუშინ საზეიმოდ მოაწერა ხელი საფრანგეთში. ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, ციტატა, ტრამპი. ომმა დაასუსტა ირანი. მას აღარ აქვს არც სამხედრო საჰაერო ძალები, არც სამხედრო საზღვაო ფლოტი, არც საზეიმდო ტექნიკა, არც რადარები და თითქმის აღარაფერი სხვა. მაგრამ ამასთან ერთად, დემოკრატები აცხადებენ, რომ ახლა ირანში ცხოვრება უკეთესია ვიდრე 4 თვის წინ. შეგიძლიათ ესეთი რამ წარმოიდგინოთ? როგორ შეიძლება იყვნენ ასე სულელები? მაგრამ აქ რა თქმა უნდა კითხვა ჩნდება. ვინ არის სინამდვილეში სულელი ამ ყველაფერში? ტრამპის თქმით, ირანს თითქოს არაფერი აქვს, მაგრამ დღეს ირანი ბლოკავს ჰორმუზის სრუტეს. და პასუხა დონალდ ტრამპი აცხადებს, ციტატა. არა, ჩვენ ირანელებს სასუწარკვეთილების გამო არ შევხვედრივართ. სასუწარკვეთილებაში ირანი იყო. მათთან ყველაფერი დასრულებულია. ჩვენ ამ 60 დღეს ბოლომდე მივიყვანთ. ისინი ფულს ვერ მიიღებენ, ვერც 10 ცენტს. თუ ვერ გაიგეთ, ტრამპმა განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის ცალმხრივად დაიცავს ამ 60 დღიან ზავს, რომელიც მიღწეული იყო ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ირანმა უკვე დაარღვია. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა არის მიმდინარე მოვლენების მიზეზი. ირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე დაბლოკა. პრეს იმის გამო, რომ ისრაელმა ლიბანის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, მაგრამ ამ დროისთვის ისრაელ და ჰიზბალა ურთიერთდარტყმების შემდეგ თითქოს ვაშინგტონის შუამავლობით კვლავ შეთანხმდნენ ზავის შესახებ. როგორც ჩანს, ამის შემდეგ ირანი შეიძლება რომ გააუქმოს თავის ქმედება, მაგრამ არა. ირანი არ ხსნის ბლოკადას ჰორმუზის სრუტეზე. ეს პირველი საკითხია. მეორე, კიდევ რამდენიმე საათით ადრე, სანამ ისრაელი ლიბანს დაბომბავდა, ცნობილი გახდა, რომ მშვიდობის მოლაპარაკებები აშშ-სა და ირანს შორის, რომლებიც დღეს 19 ივნისს შვეიცარიის კურორტ ბურგენშტოკში უნდა გამართულიყო, არ ჩატარდება. ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვაშინგტონისა და თეირანის წარმომადგენლების გარდა, შეხვედრაზე დაგეგმილი იყო შუამავლების, კერძოდ პაკისტანისა და კატარის წარმომადგენლების დასწრება. მოლოდინი იყო, რომ მხარეები განიხილავდნენ აშშ-სა და ირანს შორის ადრე ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებებას. მაგრამ ეს შეხვედრა ბოლო მომენტში ჩაიშალა, ხაზგასმით აღნიშნავ ისრაელის მიერ ლიბანის დაბომბვამდე. თეთრ სახლში მანამდე განაცხადეს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი ვენსმა გააუქმა 19 ივნისისთვის დაგეგმილი შვეიცარიაში ვიზიტი. აი რა განაცხადეს თეთრ სახლში. ციტატა. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, მომავალი ტექნიკური მოლაპარაკებების გეგმები ჯერ საბოლოოდ შეთანხმებული არ არის, მაგრამ ამერიკული დელეგაცია მზად არის წავიდეს მათზე პირველივე შესაძლებლობისთან არა. მოლაპარაკებების ლოგისტიკა. მოლაპარაკებების ლოგისტიკა ირანთან არასდროს ყოფილა მარტივი ან პროგნოზირებადი. ამასთან შეხვედრის გაუქმება მოულოდნელი იყო, რადგან ათობით თეთრი სახლის ჩინოვნიკი, მოლაპარაკებების მომზადებაზე მომუშავე თანამშრომლები, მედიის წარმომადგენლები და ჩემი ზოგიერთი კოლეგა ჟურნალისტიც კი უკვე შვეიცარიაში იმყოფებოდნენ და მხარეების ვიზიტისთვის ემზადებოდნენ. ყველა უკვე ჩამოსული იყო, მომზადებული და ელოდა როდის მოაწერდნენ ამერიკელები და ირანელები ხელს ამ ისტორიულ შეთანხმებას, ომის შეწყვეტის შესახებ. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. შეხვედრის გაუქმებამდე ირანულმა სააგენტო ტასნიმმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ თეირანი სურს იხილოს შეთანხმების პუნქტების შესრულება აშშ-ს მხრიდან, სანამ მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი დაიწყება. მარტივი სიტყვებით რო თქვათ, ირანმა პირდაპირ განუცხადა ამერიკელებს. მოусმინეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, მაგრამ სანამ ჩვენ დავიწყეთ რაიმეს გაკეთებას ამ შეთანხმების ფარგლებში, ამერიკელებმა პირველებმა უნდა შეასრულონ ამ გარიგების თავიანთი ნაცვლი. ეხლა ყურადღება.
შეამჩნიეთ როგორ აფეთქდა დონალდ ტრამპი მას შემდეგ, რაც დღეს ჰორმუზის სრუტე დაიხურა და განაცხადა, ციტატა, მათთან ყველაფერი დასრულებულია. ისინი ვერ მიიღებენ ვერანაირ ფულს, ვერც 10 ცენტს. როგორც ჩანს, რა შუაშია აქ ფული? რატომ ამაზე ამახვილებს ყურადღებას დონალდ ტრამპი? მაგრამ საქმე იმაშია, რომ შეთანხმების ფარგლებში დონალდ ტრამპი დათანხმდა ირანის აქტივების მილიარდობით დოლარის გამბლოკვას. ასევე 300 მილიარდი დოლარის საინვესტიციო ფონდის შექმნას ირანის აღსადგენად. და მეგობრებო, აი ისინი, ვინც არ მჯეროდა და კომენტარებში წერდა, რომ ვითხოვები, რატომ იგონება ამ 300 მილიონის ამბავს? ეს პირდაპირ წერია იმ დოკუმენტის ვერსიაში, რომელიც თეთრმა სახმა აჩვენა. და ირანი ამბობს, მოусმინეთ. ჯერ ფული მოგცეთ, სანქციები მოხსენით, აქტივები გამბლოკეთ და მერე ვიფიქრებთ, საერთოდ დავიწყებთ თუ არა თქვენთან მოლაპარაკებებს. ამიტომაც გაბრაზდა ტრამპი და სწორედ ამიტომ დაწერა ფულზე. და ირანელებმა უბრალოდ აჯობეს მას. მოკლედ რო ვთქვათ, დღევანდელი ისრაელის დაბომბვა ლიბანის მიმართულებით მხოლოდ მიზეზი იყო იმისთვის, რომ ირანს ჰორმუზის სრუტე დაეხურა. და აი აქ ყველაფერი საბოლოოდ შიხში შედის. საქმე იმაშია, რომ თავდაპირველი შეთანხმება აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ირანამ გამოიწვია საკმაოდ მკაცრი კრიტიკა აშშ-ის კონგრესის ზოგიერთი წევრის მხრიდან, განსაკუთრებით კი კონგრესში რესპუბლიკელების, ორივე პალატაში. ისინი შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ვაშინგტონმა ირანს ძალიან ბევრი დაუთმო. ამასთან დაკავშირებით JJD Vance, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, საკმაოდ უჩვეულო ნაბიჯზე წავიდა და თეთრ სახლში მივიდა, რათა დაეცვა ეს შეთანხმება ირანთან. ის ამტკიცებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება მართლაც ითვალისწინებს დათმობებს, ირანმა ჯერ შეერთებული შტატების მოთხოვნები უნდა შეასრულოს. ციტატა JJD Vance-ისგან. როდესაც ისინი გამოავლენენ უფრო კეთილსინდისიერ ქცევას, ჩვენ შევძლებთ გავზარდოთ ეკონომიკური შეღავათები. თუ ისინი ნაკლებად კეთილსინდისიერად მოიქცევიან, ჩვენ შეგვიძლია გავაუქმოთ ეს ზომები. საბოლოოდ, ჩვენ აღმოჩნდით სიტუაციაში, სადაც ირანი მოითხოვს შეერთებული შტატებისგან, რომ პირველებმა გადადგან ნაბიჯები, ხოლო შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ ირანმა დაიწყოს მოქმედება პირველმა. ეს ჩიხია. მოდით ვნახოთ, ვინ დათმობს ამ სიტუაციაში პირველი. და რაღაცა მკარნახობს, რომ ეს ისევ დონალდ ტრამპი იქნება, რადგან სწორედ მას ეშინია ნავთობის ბაზრის კოლაფსის და არა ირანს. ირანს სულ ერთი. ირანი ბლოკავს ჰორმუზის სრუტეს და აცნობიერებს, რომ ამ სიტუაციაში დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს. ხოლო ტრამპმა უკვე საჯარო პირდაპირ განაცხადა, რომ დიახ, მას ეშინოდა იმისა, რომ ეს ყველაფერი გადაიქცეოდა გლობალურ კოლაფსად და ფასები მთელ მსოფლიოში ცაში ავარდებოდა, თუ ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურული დარჩებოდა. გარდა ამისა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც მოლაპარაკების მიმდინარეობას იცნობენ, ტელეკომპანია CNN-ს განუცხადეს დროს, რომ ამჟამად მხარეები მუშაობენ საიდუმლო წინადადებებზე, რათა განხორციელდეს ამ კვირაში ხელმოწერილი შეთანხმება. მაგრამ როგორც გაირკვა, ირანმა არ მოაწერა ხელი დამატებით დოკუმენტებს, როგორც ეს ურთიერთგაგების მემორანდუმის შემთხვევაში მოხდა. ამიტომაც, ციტატა, ეს აჩენს კითხვას. ხომ არ გაზვიადა ტრამპის ადმინისტრაციამ იმ ვალდებულებებს, რომლებიც ირანისგან მიიღო? და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად სწრაფად შეიძლება დაინგრეს მყიფე პოლიტიკური ძალისხმევა საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. ამასობაში უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. საბოლოოს გაირკვა, რომელი ანკორიჯის სულის შესახებ ლაპარაკობენ მუდმივად რუსები. დონალდ ტრამპს მართლაც სურდა უკრაინის ვლადიმირ პუტინისთვის გადაცემა და ამაზე მასთან ალასკაზე გასული წლის აგვისტოში მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მაგრამ სანამ ამ გამოშვების მეორე ნაწილზე გადავალთ, მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ და დაწეროთ ვრცელი კომენტარები. ეს ძალიან დაეხმარება კონტენტის პოპულარიზაციას YouTube-ზე. გარდა ამისა, მინდა შეგატყობინოთ, რომ ჩვენ გვაქვს დახურული საზოგადოება პლატფორმა Patreon-ზე და Telegram-ში. ის ქვია Pitchy Insight, სადაც შეგიძლიათ პირდაპირ კითხვები დამისვათ. იქ მე პირადად განვიხილავ თქვენთან ერთად ნებისმიერ თემას. იქ თვით ცენზურა არ არსებობს. და იქ ჩვენ ერთად თქვით, რომელი თემები განვიხილოთ შემდეგ ამ YouTube არხს. და პლუს იქ არის ცალკეული განხილვები, რომლებიც აქ YouTube-ზე არ გამოჩნდება. და იქვე გექნებათ ექსკლუზიური ცდომა დახურულ სტრიმებზე ყოველ თვე, სადაც იქნება კითხვა-პასუხი. და ასევე ჩემს ყოველდღიურ განხილვებზე გექნებათ ცდომა.
ბული Patreon-ზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. აუცილებლად შემოუერთდით. თუ უბრალოდ გსურთ ერთჯერადად დაუჭიროთ ხარი ამ YouTube არხის მუშაობას, ამისთვის ძალიან მადლიერი ვიქნები. ასევე აღწერაში ნახავთ ყველა ბმულსა და რეკვიზიტს. თუ როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება. და გამოიწერეთ ჩემი სოციალური ქსელები. იქაც შევხვდებით ერთმანეთს. ყველა ბული და ყველა რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ჩვენ კი ვაგრძელებთ. მაშასე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შოკში ჩააგდო საზოგადოება აღიარებით იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა დონალდ ტრამპი მართლაც უკრაინის ვლადიმირ პუტინისთვის მიყიდვას. და აი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფიქრობდა, რომ უკრაინა ამ ომში რუსეთთან დამარცხდებოდა. მაკრონის თქმით, ტრამპი პირად საუბრებში არ წმუნდა ევროპელებს, რომ დროა საბოლოოდ შეეგუონ იმას, რომ უკრაინა დამარცხდება და მაინც რუსეთის ნაწილი გახდება. მოდით უბრალოდ ერთად დავთმოთ ის და მორჩა. საერთოდ რატომ წვალობთ მასთან? შემდეგ მოვიყვან ემანუელ მაკრონის ციტატას. გაიხსენეთ 2025 წლის იანვარი და თებერვალი. ის, ანუ ტრამპი, ფიქრობდა, რომ უკრაინა დამარცხდებოდა. ყველაფერი ცუდად წავიდა. ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან შეხვედრის დროს, შემდეგ კი ტრამპსა და პუტინს შორის სამიტი ანკორიჯში. ეს გააჩინა გარიგების იმედი, რომლის მიხედვითაც უკრაინას უბრალოდ სთავაზობდნენ გადაეცა ტერიტორიები, რომლებიც რუსეთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაპყრობი. შემდეგ. მაკრონმა დაამატა, რომ ამის შემდეგ 2025 წლის აგვისტოს შუაგულში ის სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც უთხრეს: მოისმინე დონალდ ტრამპ, შეუძლებელია უბრალოდ უკრაინის ჩაბარება და ევროპა ამას არ დაუშვებს. მოვლენების შედეგად ტრამპმა დაინახა, რომ განცხადებები უკრაინის დამარცხების შესახებ უზარმაზარი თხუილი იყო. შემდეგ კიდევ ერთი ციტატა მაკრონისგან. მას შემდეგ დიდი გზა გავიარეთ და ეს გზა პირველ რიგში უკრაინელების გამარჯვება, მათი შესაძლებლობები და მათი დამაჯერებლობა. პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახა, რომ ყველაფერი, რასაც ეუბნებოდნენ, რომ უკრაინელები დაეცემოდნენ, რომ ზამთარს ვერ გადაიტანდნენ, რომ წააგებდნენ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მან დაინახა, რომ მის წინ მამაცი გამჭრიახი ადამიანები დგანან, რომლებსაც ახლა პატივს სცემს. მაგრამ ამის შემდეგ მაკრონმა კიდევ უფრო მეტად შოკში ჩააგდო. ესე იგი, საფრანგეთის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ანკორიჯში 2025 წლის აგვისტოში შეთანხმება უკვე პრაქტიკულად მაგიდაზე იდო. და დონალდ ტრამპი ამ შეთანხმებაში მართლაც აპირებდა ვლადიმირ პუტინისთვის გადაეცა უკრაინის ის ტერიტორია, რომელიც მაშინაც კი ჯერ კიდევ არ ჰქონდა ოკუპირებული რუსეთის არმიას. საუბარია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილებს. იცით, ეხლა როცა ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს უყურებ, ერთ მარტივ დასკვნამდე მივდივარ. თუ გსურთ გაიგოთ რა არის ანკორიჯის სული, წაიგითხეთ შეთანხმების პირობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის და სცადეთ იპოვოთ იქ ისრაელის ადგილი. ისრაელსაც ფაქტობრივად თავისი ანკორიჯის სული ერგო. ტრამპმა უბრალოდ მიატოვა ისრაელი, როცა მიხვდა, რომ თავადაც წააგო ეს ომი და როგორმე უნდა გამოძურეს, რომ სახე შეინარჩუნოს. ამ მომენტში მას აბსოლუტურად არ აინტერესებს მოკავშირეები. მაგრამ საბედნიეროდ ისრაელი არ დაიკარგება, როგორც უკრაინაც არ დაიკარგა. მაგრამ აქ უცებ სიტუაცია შეიცვალა. მას შემდეგ, რაც ყველა G7-ის ლიდერი ამ კვირაში ერთად ყურადღებით უყურებდნენ ალმოდებული მოსკოვის კადრებს. გამოცემა The Economist დღეს წერს, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის წინააღმდება შეიძლება მოიცავდეს ეტაპობრივ გეგმას, რომელიც გავს იმას, რაზეც დონალდ ტრამპმა ახლახან ირანთან მიაღწია შეთანხმებას. და სწორედ ამ ეტაპობრივ გეგმას ტრამპი ევროპელებთან ერთად განიხილავდა დიდი შვიდეულის სამიტზე. როგორც გამოცემა წერს, რუსეთის არმიის წარუმატებლობებმა და უკრაინის წარმატებებმა დრონებით დარტყმებში, თავად რუსეთის არმიაზე, მისი მომარაგების გზებსა და ობიექტებზე, თვით რუსეთში, დაიწყეს დონალდ ტრამპის დამოკიდებულების შეცვლა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმდინარეობისად. არ მოჩვდა, რომ კიევის წარმომადგენლები და მისი გუნდი ამჟამად ყოველდღიურ კონსულტაციებს ატარებენ იმის შესახებ, თუ როგორ აიძულონ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. და სწორედ ამ ფონზე დონალდ ტრამპმა მართლაც განაცხადა, რომ მზად არის ზეწოლა მოახდინოს პუტინზე და უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს. მაშინვე გეტყვით, არ ღირს ფიქრი, თითქოს ტრამპმა მოულოდნელად პოზიცია შეიცვალა და უკრაინის დიდი მხარდამჭერი გახდა. არა, ასე არ არის, ეს სიტუაციური ამბავია. მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთში მიმდინარე მოვლენებმა, აი ამ აფეთქებებმა და ნავთობ გადამამუშავებელი ქახნების დაწვამ, ტრამპს აჩვენა, რომ დამარცხებულები ასე ნამდვილად არ გამოიყურებიან. და აი ერთ-ერთი იდეა, რომელსაც ამერიკელები და უკრაინელები განიხილავენ, არის ომის დასრულება ორ ეტაპად.
საწყის ეტაპზე იგეგმება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ, მისგან 50-დან 70 კილომეტრამდე სიღრმეზე ორივე მხარეს. ანუ ფრონტის ხაზი და მისგან 50 კილომეტრის სიღრმეზე, ანუ მთლიანობაში 100 კილომეტრის ზონა, 50 კილომეტრის თითოეულ მხარეს, ეს არის ზონა, სადაც არ უნდა იყოს არანაირი სროლა, არანაირი დაბომბვა, არაფერი. შემდეგ, როდესაც ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდება, დაიდება უფრო ფართო შეთანხმება ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე ყველა ფრონტზე და ომის შეჩერებას. The Economist-ის ცნობით განახლდა არაოფიციალური მოლაპარაკებებიც მოსკოვთან. სწორედ ამიტომ ახლა ასე ბევრ საჯარო განცხადებას ვისმენთ ლავროვისგან. მან იქ კიდეც მთელი სტატია დაწერა, სადაც აღწერა, როგორ არ არიან ევროპელები მართალი, როგორ ცდილობენ ევროპელები უკრაინის გამოყენებას როგორც ერთ მუშტად საერთო ევროპული დიდი არმიის შესაქმნელად, რომელიც შემდეგ წავა რუსებთან საბრძოლველად. დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ თავის მხარეს იბირებს ევროპა უკრაინას, მოლდოვას, ახლა უკვე სომხეთსაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და საერთოდ ევროპა თითქოს არასწორად აწარმოებს მოლაპარაკებებს. ეს ყველაფერი აქედან მოდის. აღმოჩნდა, რომ ევროპელები ამერიკელებთან და უკრაინელებთან ერთად მართლაც განიხილავდნენ დიდი შვიდეულის სამიტზე იმ ფორმატებს, თუ როგორ აიძულონ მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ უკრაინაში დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი ნაკლებად გადადგამს რაიმე ნაბიჯს ოქტომბრამდე. რატომ ოქტომბრამდე? იმიტომ, რომ მაშინ რუსეთს მოუნდება დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადოს კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე და სანაცვლოდ რაღაც მიიღოს. მაგრამ სავარაუდოდ კრემლი დროის გაწელვა შემდეგ გაზაფხულამდე ეცდება. იმ იმედით, რომ მორიგი მასშტაბური ზამთრის სარაკეტო დრონული კამპანია უკრაინის ქალაქებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბოლოოდ აიძულებს უკრაინას დათმობებზე წავიდეს მოსკოვთან და თითქმის კაპიტულაციამდე მივიდეს. მოსკოვში კი კვლავ ანტიცებენ, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან მხოლოდ ანკორიჯის სულისკვეთებით. იგულისხმება, რომ 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა თითქოს და შეთანხმებას მიაღწია დონალდ ტრამპთან რუსეთისთვის მთელი დონბასის გადაცემაზე. გადაცემაზე და დე იურე და დე ფაქტო მისი კონტროლის აღიარებაზე, კრიმსა და ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეხლა კი ემანუელ მაკრონის სიტყვებიდან ხვდებით, რომ ტრამპი მართლაც ამზადებდა უკრაინის ჩაბარებას. პრესკი ბოლოს ტრამპმა დაამატა ასეთი მოკლე, მაგრამ ძალიან ნიშანდობლივი განცხადება. შემდეგ მე მას დავციტირებ, თქვენ ყველაფერს მშვენივრად გაიგებთ. მე დიდი გულშემატკივარი არ ვარ უკრაინის. გარდა მათი ქალებისა, ისინი უბრალოდ მუდმივად იგებენ მის სამყაროს კონკურსს. აი ესეთი დამოკიდებულება აქვს ტრამპს მთელი მსოფლიოს გლობალურ პრობლემებთან. აქ წერტილებს დავაყენებ. მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება, დაწერეთ თქვენი კომენტარები, თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები ამ ორ გლობალურ თემაზე. თუ გსურთ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი სოციალური ქსელები: Instagram-ი, TikTok-ი და რა თქმა უნდა Telegram-ის არხი. იქ გამოდის ის, რაც აქ YouTube-ზე არ გამოდის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ